ახალი აღთქმის საფუძვლების შესახებ. წინასწარმეტყველმა წინასწარმეტყველება იწინასწარმეტყველა ძველი წელთაღრიცხვით 700 წელს, ანუ დღეიდან დაახლოებით 2700 წლის წინ. ეს ახალი აღთქმის შესახებ ჩვენ გასანათლებლად იყო. ეს 2000 წლის განმავლობაში დამალული საიდუმლოა. ამრიგად ეს ის არის, რასაც ფასს ვერ დავადებთ. მოდით მივმართოთ იერემიას 21:21 მუხლი. აჰა, მოდის დღეები, სიტყვა უფლისა და დავუდებ მე. რას გააკეთებს ის? ისრაელის სახლსა და იუდას სახლს ახალ აღთქმას. თუ ეს ღვთის ნამუშევარია, ეს უდიდესი ქმნილებაა. რა დააფუძნა თავად ღმერთმა, როდესაც ხორციელად მოვიდა ამ ქვეყნად? ეს არის ახალი აღთქმა. ღმერთმა განაცხადა, მოდის დღეები და დავუდებ ახალ აღთქმას. მუხლი 32. არა ისეთ აღთქმას, რომელიც დავუდე მათ მამებს იმ დღეს, როდესაც ხელი მოვკიდე მათ, რომ გამომეყვანა ისინი ეგვიპტის ქვეყნიდან. ჩემი აღთქმა, რომელიც მათ დაარღვიეს, მე კი ვპატრონობდი მათ, სიტყვა უფლისა. რადგან ეს არის აღთქმა, რომელსაც დავუდებ ისრაელის სახლს იმ დღეების შემდეგ, სიტყვა უფლისა. მივცემ მათ ჩემს რჯულს და მათ გულებზე დავწერ ამას, და მე ვეყოლები მათ ღმერთად და ისინი მეყოლებიან მე ერად. ახალი აღთქმის მეშვეობით, ღმერთი გვაძლევს გარანტიას, რომ ჩვენ მისი შვილები ვართ და საშუალებას გვაძლევს. შევიდეთ ცათა მარადილულ სასუფეველში, როგორც მისი ხალხი. ღმერთმა მოგცა დიდი საქმე, სახელად ახალი აღთქმა. ამგვარად, თუ ვერ ხვდებით, რატომ წინასწარმეტყველებდა ღმერთი ახალი აღთქმის შესახებ ამდენი ხნით? და რატომ ასწავლიდა თავის ხალხს აღთქმის მნიშვნელობას ძველი აღთქმის პერიოდში, ახალი აღთქმის დამყარებამდე? ამას ვერავინ დაადებს ფასს. განა ღმერთმა რამდენჯერ არ გაუსვა ხაზი აღთქმის მნიშვნელობას, როდესაც უამრავი ცხოველის მსხვერპლს სისხლი დაღვრიდა. მიუხედავად იმისა, რომ ძვირფასი გვაქვს, თუ მისი ღირებულება არ ვიცით, მას უსარგებლოდ ჩავთვლით, როგორც ესავმა. გთხოვთ და ფიქრდით. რა ღირებულება აქვს? ღმერთმა ამის შესახებ, ათასობით წლის წინ წინასწარმეტყველთა მეშვეობით იწინასწარმეტყველა. ის მოვიდა ამ დედამიწაზე უკანასკნელ ეპოქაში, რათა აღედგინა ახალი აღთქმის პასექის ჭეშმარიტება. მანამდე მან ეს ჭეშმარიტება ათასობით წლის განმავლობაში დაძველა. ამბობენ, რომ საფრანგეთის თეთრი ღვინო ძალიან ძვირფასია, როცა 100 წლისაა. ღმერთმა ეს ათასობით წლის განმავლობაში მოამზადა. საბოლოოდ ღმერთმა ამ ეპოქაში დაასრულა თავისი საქმე. ყველამ თუნდაც არ იცოდეთ ამ საქმის ზუსტი ღირებულება, ის არასდროს არის უსარგებლო ან უმნიშვნელო. ეს რატომ არაა სიმართლე? ის შექმნა ღმერთმა, ცისა, დედამიწისა და მთელი სამყაროს შემოქმედმა. ჭეშმარიტების სისტემა ადამიანებმა არ შექმნეს.